თხევადი ოქრო, კოლოსტრუმი და პირველი მიდევებები მკერდზე. შეიძლება გადიკვირდეთ, მაგრამ ლაქტაცია ჯერ კიდევ ორსულობის დროს იწყება. ძის ჯირკვლები იზრდება და ჰორმონების გავლენით მესამე ტრიმესტრში მათ შეიწყება პირველი რცის, კოლოსტრუმის ფორმირება. ზოგიერთი მომავალი გედა შეიძლება შეამჩნიოს მცირე გამონადენი ძუძუს თავებიდან. შობიარობის დროს კოლოსტრუმი უფრო აქტიურად გამოიყოფა მკერდიდან და ბავშვი მას სიცოცხლის პირველივე წუთებიდანვე შეუძლია წოვოს. კოლოსტრუმი მცირე რაოდენობით გამომუშავდება, ის მოყვითალოს, სქელი და წებოვანია და შეიცავს დიდი კონცენტრაციით იმუნურ სხეულებსა და სხვა უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს ბავშვისთვის. ამიტომაც მას თხევად ოქროს უწოდებენ. პირველ დღეებში ბავშვს არ სჭირდება ბევრი ჭამა, ორგანიზმი და კუჭი მხოლოდ ემზადება საკვების ათესებისთვის. ის შეიძლება ძალიან ხშირად მიიდებოდეს მკერდზე, ცოტაოდენ კოლოსტრუმს იღებდეს და ახალ სამყაროს ეჩვეოდეს. მაგალითად, პირველ დღეს შვილის კუჭი მხოლოდ 5-დან 7 მილilitrამდე იგებს, ამიტომ ნუ ინერვიულებთ, რომ შვილი მშიერია და თქვენ არ გაქვთ რძე. ის არის და იმ რაოდენობითა და ხარისხით, რაც ბავშვს სჭირდება. ამ დღეებში დედისთვის მნიშვნელოვანია ივარჯიშოს, ახალშობილი ხშირად მიიდოს მკერდზე, სხვადასხვა პოზა აითვისოს, დაისვენოს მაშინ, როცა ბავშვი წინავს და არ ინერვიულოს, რომ მას საკვები არ ყოფნის. მით უმეტეს არ ღირს მისთვის ნარევის მიცემა ექიმის დანიშნულების გარეშე. ძალიან კარგია, თუ თქვენი ბავშვი მშობიარობის შემდეგ პირველ საათში ან 2 საათში მიიდეს მკერდზე. ეს ითვლება ოქროს სტანდარტად და ზრდის წარმატებული ძუძუთი კვების შანსებს. მაგრამ თუ თქვენ ასე არ გამოგივიდათ, არ იდარდოთ. როგორც კი შესაძლებლობა გექნებათ, დაიწყეთ ბავშვის მგლეჭს ხშირად მკერდზე მიდება, დაიდეთ ის თქვენს სხეულზე, კანი კანზე და აუცილებლად ყველაფერი გამოდივათ.